მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა წარმოგიდგენოთ ნატურალური დეზოდორანტები Greenway-სგან Charme Deo. მაგრამ სანამ უშუალოდ მათ შემადგენლობას და უპირატესობაზე გადავალ, მინდა ორიოდე სიტყვით მიმოვიხილო თუ რა განსხვავება ანტიპერსპირანტებს და დეზოდორანტებს შორის. ისინი არიან პოპულარული კოსმეტიკური საშუალებები, რომელთაც ვიყენებთ ჭარბი უფლიანობის და უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ. თანამედროვე ადამიანი იმდენად მიეჩვია მშრალ კომფორტს, რომ არც კი ფიქრდება არის თუ არა საზიანო ანტიპერსპირანტების და დეზოდორანტების გამოყენება. ოფლის გამოყოფა ეს არის ბუნებრივი და უსაფრთხო პროცესი ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. მიუხედავად ამისა, ცხელამიდში ჭარბი ოფლი მკვეთრი სუნით შეიძლება დიდ პრობლემად გადაგვექცეს და ამ შემთხვევაში მივმართავთ კოსმეტიკურ საშუალებებს. მამნია თუ არა ანტიპერსპირანტი. ანტიპერსპირანტი მართალია ბლოკავს ოფლის გამოყოფას, მაგრამ ირღვევა ორგანიზმის საერთო თერმორეგულაცია, რადგან ახშობს საოფლო ჯირკვლებს. ოფლიანობის შემცირება ხდება აქტიური ნივთიერების ალუმინის ქლორჰიდრატის ხარჯზე, რომელსაც შეიცავს ამ საშუალებების უმრავლესობა. როგორც კი თხევადი ალუმინის ქლორჰიდრატი მოხვდება ოფლიან კანზე, ის მყარდება და ბლოკავს ოფლის სადინარებს. უსაფრთხოა თუ არა დეზოდორანტები. ამ კოსმეტიკური საშუალებების მოქმედება მიმართულია ძირითადად ბაქტერიების განადგურებაზე და უსიამოვნო სუნის ნეიტრალიზაციაზე, მაგრამ ოფლის გამოყოფის ინტენსივობაზე ვერ ახდენენ გავლენას. ისინი შეიცავენ სპირტს და კოსმეტიკურ არომატებს. ეს კი ფარული საფრთხეა მგრძნობიარე კანისთვის. მე აღარ გავაგრძელებ ალუმინის მარილის მავნებლობაზე საუბარს, უბრალოდ დავძინ, რომ ანტიპერსპირანტების სისტემატური გამოყენება სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. თუმცა ერთ ფაქტსაც ვიტყვი, რომლის შესახებ ალბათ არც იცით. თეთრ ტანსაცმელზე გაჩენილი ყვითელი ლაქები, რომელსაც ოფლს ვაბრალებთ, ეს არის ალუმინის მარილით გამოწვეული. არის თუ არა გამოსავალი? რა თქმა უნდა არის. ანტიპერსპირანტი უნდა შევცვალოთ ნატურალური დეზოდორანტით. მასში ალუმინის მარილის ნაცვლად გამოიყენება კალიუმის შაბი, რომელიც მთლიანად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. ნატურალური დეზოდორანტი აქრობს სუნს და იწვევს ტენიანობას, მაგრამ არ ბლოკავს ოფლის გამოყოფას. თუ თქვენ გამოიყენებთ ნატურალურ დეზოდორანტებს, ნახავთ, რომ ჭარბოფლიანობა რამდენიმე თვეში შემცირდება. ეხლა კი ჩამოგითვლით კომპანია Greenway-ის ნატურალური დეზოდორანტების უპირატესობებს. პირველი ეს არის ფუნქციონალურობა, არის ეფექტური და ნაზად იცავს თქვენს კანს. მეორე, მოვლა და სარგებელი, არაშრობს და არ ჭიმავს კანს. არის ეკოლოგიური და უსაფრთხო. 99 და 65%-ით არის ნატურალური შემადგენლობა. ქლორის და ამიაკის გარეშე არ შეიცავს სინთეთიკურ არომატებს, პარაბენებს, ალუმინის ჰიდროქლორჰიდრატს. Charme Deo's უნიკალური თვისებებია ბუნებრივი დაცვა და მოვლა აქტიური ინგრედიენტების სინთეზით. კალიუმის შაბი, იგივე მინერალური მარილი, ანტისეპტიკური, ანთებით საწინააღმდეგო მოქმედებით არ არღვევს საოფლე ჯირკვლების ბუნებრივ პროცესს. ალოე ვერა აღადგენს ჰიდრობალანს ეპიდერმისის შრეებში და აწყნარებს კანს დებილაციის შემდეგ. ვიტამინი აწყნარებს გაღიზიანებულ კანს, აჩქარებს მისი დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას. მსუბუქი ბუნებრივი არომატები, რომელთაც გააჩნიათ ნაზი სურნელი, არ აჭარბებს თქვენი პარფიუმის სურნელს. უნივერსალურობა გამოიყენება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. არის კომპაქტური ფლაკონი, რომელიც თავსდება პატარა ხელჩანთაშიც კი. Charme Deo's ხაზით წარმოდგენილი სამი სახის დეზოდორანტი. ეს არის ალოეს და ციტრუსის, პიტნის და სალვის არომატით და უარომატო. თუ თქვენ დაინტერესდით ამ ვიდეოში მოცემული პროდუქციით, დამიკავშირდით Telegram-ში. მე როგორც ყოველთვის გისურვებ ჯანმრთელობას Greenway-ის პროდუქციის დახმარებით.